განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენი საუბრის დასასრულს გამოვკვეთეთ ის გეზი, რითაც უნდა შევეხოთ ირინეოსის ღვთისმეტყველებას და გამოვყავით ის უმთავრესი თემა, საკითხი და სწავლება, რითაც ირინეოსი დიდ ღვთისმეტყველად არის ცნობილი. ეს გახლავთ მისი მოძღვრება შემოკრების შესახებ. და წინასწარი დებულებაც წარმოადგინეთ, რომ ირინეოსის განმარტებით, რაც მთელი ეკლესიისა და მართლმადიდებლობის განმარტებაა, მაცხოვარმა განკაცებისას თავის კაცობრიო ბუნებაში შემოკრიბა კაცობრიობა, შემოკრიბა ყოველი ადამიანი. ადამიანური ბუნების მქონე ყოველი ქმნილება, გარდასული, აწმყოში მყოფი და სამომავლონიც. რამ შინაარსი ჩაიდება ირინეოსისგან აღნიშნულ შემოკრებაში. ვიდრე ჩვენ ამ მოძღვრების არს ჩავწვდებოდეთ, ჯერ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პავლე მოციქულმა მაცხოვრის განკაცების შესახებ მოძღვრების გადმოცემისას მაცხოვარს უწოდა მეორე ადამი. პირველი ადამი გასაგებია, რომ არის ბიბლიური ადამი, ისტორიული ადამი, ხოლო მაცხოვარს ეწოდა მეორე ადამი და ამგვარი სახელი მას ეწოდა საეკლესიო ღვთისმეტყველებაში კარგად ცნობილი მსჯელობითი ხერხის ანტიპარალელიზმის გამოყენებით. ჩვენ ერთგზის გქონდა შესაძლებლობა განგვემართა ეს ტერმინი, კვლავ განმარტავთ, რომ ანტიპარალელიზმი გახლავთ ისეთი განხილვა, ისეთი სწავლება და ისეთი აზრი, როდესაც ორი მოვლენა გარკვეული მსგავსი თვისებებით წარმოჩნდება და ეს მსგავსი თვისებები ორ მოვლენასთან დაკავშირებით წარმოდგენილია, მაგრამ ამავე დროს მიუხედავად ცალკეული მსგავსებებისა, აღნიშნული მოვლენები შედეგით დიამეტრულად განსხვავებულნი არიან. ანტიპარალელური სწორედ ის მოვლენები გახლავთ და ის რეალობანი, კვლავ აღნიშნავთ, რომლებიც გარკვეულწილად, გარკვეული გარეგანი მონაცემებით ერთი მეორეს ემსგავსებიან, მაგრამ შინაგანად არსებითად, ანუ შედეგითა და ნაყოფით და მოქმედებით ერთი მეორეს დიამეტრულად ემიჯნებიან. რატომ არის მაცხოვარი მეორე ადამი? იმიტომ, რომ როგორც პირველი ადამი თავის თავში მთელ კაცობრიობას ფლობდა, შესაბამისად მაცხოვარიც განკაცებული ღმერთი თავის კაცობრიო ბუნებაში გახდა დამტევნელი ასევე მთელი კაცობრიობისა. ესაა გარეგანი მსგავსება პირველ ადამიანსა და მეორე ადამიანს შორის, მაგრამ არსებითი განსხვავება და შედეგის სხვადასხვაობა იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა თავის თავში მომცველმა მთელი კაცობრიობისა კრებსითად და ზიარად წარწმედა განუკუთვნა ყველას, დაეცარა თვითონ, ყველას დაცემულობა მისცა, წარწმედაში და ცოდვის ტყვეობაში ჩაიგდორა თავი, მთელი კაცობრიობა, ადამიანისგან შობილი, ასევე ცოდვისა და ჯოჯოხეთის უკეთურების ბორკილებში აღმოჩნდა. ამრიგად ადამიანმა კაცობრიობის მომცველმა თავის თავში კაცობრიობას წარწმედა, ბორკილი და დაცემულობა განუკუთვნა. ხოლო მაცხოვარმა ადამიანისებრ მთელი კაცობრიობის მომცველმა თავის კაცობრიო ბუნებაში, ასევე კრებსითად, ასევე ზიარად მთელ კაცობრიობას ცხონება დაუმკვიდრა, ცხონება მიხმადლა და მიანიჭა. აი ესაა სწორედ ანტიპარალელიზმი. მაგრამ ეს ანტიპარალელიზმი უკვე თავის თავში გულისხმობს იმ მოძღვრებას გამოკვეთილად, რაც ასე განმარტებითაა ირინეოსისგან გადმოცემული. თუ მაცხოვარი მეორე ადამიანია, უეჭველია, რომ ისიც თავის კაცობრიო ბუნებაში მთელ კაცობრიობას მოიცავს. იმიტომ რომ სწორედ ამ ნიშნით მსგავსება ის ადამიანს და სწორედ ამ თვისების მიხედვით შეიძლება მას ეწოდოს მეორე ადამი. მაგრამ საყურადღებო ის გახლავთ, რომ ირინეოსთან მოძღვრება შემოკრების შესახებ იწყება არა საკუთრივ მაცხოვრის შესახებ მსჯელობით, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მსჯელობით. და აქ ირინეოსი პავლე მოციქულის ანტიპარალელიზმს ავრცობს და ეს უფრო ადრე ხდება ჩვენ წმინდა იუსტინესთანაც, ავრცობს კონკრეტულად ევასა და ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ საღვთისმეტყველო სწავლების გადმოცემით. ირინეოსი ამბობს, ქალწული იყო ევა სამოთხეში, როდესაც მას ქმრად ჰყავდა ადამი და ევამ შეიწყნარა რა გველის სიტყვა. ჩვენ აქ ქართულ ენაში შეიძლება ვერ დავტიოთ ზედმიწევნით ის, რაც ბერძნულ სიტყვათა ურთიერთმიმართებაში განიჭვრიტება, კერძოდ ბერძნულში დაორსულება და მიღება ერთი და იგივე სიტყვით აღინიშნება, რომ მაგალითად ლამბანო ბერძნულად არის მიღება, მაგრამ ამ ლამბანოს როცა დაერთვის წინდებული თანა, ანუ ბერძნულად სიულ ლამბანო, ეს უკვე ნიშნავს თანამიღებასაც ნიშნავს, ამ ნიშნულობისაც და მიღებას, მაგრამ ამავე დროს კონკრეტულად ნიშნავს დაორსულებას, ანუ ძველ ქართულად მუცლად ღებას.
ამიტომ საუბრობს რა აქ გველის სიტყვის მიღებაზე ირინეოსი, ბერძნული ტერმინი პარალელურად ნიშნავს აგრეთვე დაურსულებასაც, ანუ მუცლადღებასაც, რაც უფრო მეტად ხაზგასმულია ირინეოსისგან, იმიტომ რომ ამით მეტი გარეგანი პარალელიზმი იკვეთება ევასა და ყოვლადწმინდა მარიამს შორის. ამიტომ ჩვენ ეს ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმბოლურად, სულიერად, რა თქმა უნდა, ევამ მუცლად იყო გველის სიტყვა და წარწმედა და ცოდვა უშვა კაცობრიობას. ანტიპარალელიზმით ქალწული იყო ასევე ყოვლადწმინდა მარიამი, რომელსაც ქმრად ჰყავდა იოსები და მან უკვე განსხვავებით ევასგან თუ პირველმა გველის სიტყვა მუცლად იყო, ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთის სიტყვა მუცლად იყო და შესაბამისად ცხონება და გამოხსნა უშვა კაცობრიობას, ანუ მაცხოვარი, ხსნელი მოგვანიჭა ჩვენ. და რამდენადაც მაცხოვარი თავის კაცობრიობ ბუნებაში მთელ კაცობრიობას იტევს, შესაბამისად მთელი კაცობრიობის დამტევნელი და შემომკრებელი სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგვანიჭა ჩვენ და ამ კუთხით მოძღვრება შემოკრების შესახებ, რა თქმა უნდა, დედა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებაშიც გამოიკვეთება ირინეოსთან, ანუ გამოიკვეთება მის მოძღვრებაში მარიოლოგიის შესახებ. მარიოლოგია ჩვენ ადრეც აღნიშნავდით, გახლავთ თემატური მნიშვნელობის ტერმინი და აღნიშნავს ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ ღვთისმეტყველებას. ასე რომ მოძღვრება შემოკრების შესახებ ირინეოსთან უკავშირდება არა მხოლოდ ქრისტოლოგიას, არამედ აგრეთვე მარიოლოგიას. სათავეს იქედან იღებს, იმიტომ რომ მაცხოვარი ქრისტე კაცობრიობის შემომკრებელი თავის თავში სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან მოგვენიჭა ჩვენ. რატომ მოგვენიჭა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან? ირინეოსი განმარტავს. პირველ დედამ ევამ, როდესაც მან გველის სიტყვა მუცლად იყო, ანუ გველს დაუჯერა, ამით ცოდვის პირველი ნასკვი შეკრა. პირველ ნასკვი ცოდვისა ევასგან მომდინარეობს, ამ პირველ ნასკვს ამყარებს და ამჭიდროებს ადამი და ორივენი არიან პირველ ცოდვის ნასკვად შემკვრელნი, რამაც მათი დაცემა განაპირობა, მაგრამ ამ დაცემულობაში ადამისა და ევასგან შობილმა კაცობრიობამ სხვადასხვა თაობაში იმ პირველ ცოდვის ნასკვს მრავალი სხვა ნასკვი მიუმატეს და ასე კაცობრიობის ისტორია დახუნძლული შეცოდებებით მივიდა იმ ეპოქამდე, როცა მაცხოვარი უნდა შობილიყო. ჩვენ ახლა ამჯერად არ ვეხებით საკითხს იმასთან დაკავშირებით, რატომ იშვა აუცილებლად ამ ეპოქაში მაცხოვარი, ეს უდიდესი სწავლებაა, საღვთო სწავლებაა, რომ სწორედ მოცემულ ისტორიულ მომენტში უნდა შობილიყო ქრისტე არც უფრო ადრე, არც უფრო გვიან. ირინეოსთან ამაზე ასევე გახლავთ მინიშნებანი, როგორც სხვა ღვთისმეტყველებთან, თუმცა ჩამოყალიბებულ სწავლებად ეს ყოველივე გამოკვეთილია მოგვიანებით წმინდა გრიგოლ ნოსალთან. ჩვენ უბრალოდ ამ შემთხვევაში დასკვნას აღვნიშნავთ ამ მოძღვრებისას, რომ მაცხოვარი იშვა მაშინ, როდესაც ბოროტების მომგონმა ძალამ ბოროტების გამომგონებლობითი უნარი ამოწურა და ბოროტების მომგონი ძალის ღვწა, რა თქმა უნდა, ფსევდოღვწა, ცრუღვწა, მონდომება, მოქმედება დამცხრალი გახდა, როდესაც ამოიწურა ყოველგვარი სახეობა ბოროტების გამოვლენისა. ჭეშმარიტი მკურნალი მაშინ იწყებს სნეულის მკურნალობას, როდესაც სენი მთლიანად გამოვლინდება და არა მანამდე, როცა ერთი სიმპტომია სახეზე, იმიტომ რომ სიმპტომატური მკურნალობა არსობრივ აღმოფხრას სნეულებისას არ იწვევს, ამიტომ როგორც უზენაესი მკურნალი, თავად ღმერთი უფალი იესო ქრისტე მოვიდა მაშინ სწორედ, როდესაც ბოროტება მთლიანად გამოვლინდა. ბოროტების მთლიან გამოვლინებაში იგულისხმება ის, რომ ყველა სახეობა, უკვლებლივ ყველა სახეობა ბოროტებისა უკვე რომ წარმოჩნდა. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ მაცხოვრის განკაცების შემდეგ ბოროტება აღარ ვლინდება. ბოროტებანი კიდევ უფრო გამცაბრებულად და გამძვინვარებულად ვლინდება და ამაზე ორიოდე სიტყვით მოგვიანებით აღვნიშნავთ, მაგრამ საკუთრივ ახალი სახეობა ბოროტებისა აღარ ვლინდება. იმიტომ რომ სახეობათა მომგონი ძალა მივიდა რა უკიდურეს წერტილამდე თავისი გამოგონებებისა, ბოროტებათა გამოგონებებისა, შემოსრვილი იქნა ღვთისგან, განკაცებული ღვთისგან, ანუ ბოროტება არსობრივად განიკმირა. როცა ბოროტების მომგონი ძალა განგმირულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სახეობა ბოროტებისა უკვე აღარ გამოვლინდება, ხოლო ის ძველ სახეობათა კვლავ და კვლავ ბოგინობა დედამიწაზე განწირულია აუცილებლად სიკვდილისათვის, სასიკვდილოდ განგმირულია, იმიტომ რომ მისი თავი გაჭეჭყილია, თავი შემოსრვილია. ისევე როგორც მცენარე თუ მოეკვეთება ძირისგან და ეს მცენარე კვლავად სახილველია, როგორც ცოცხალი და მას ფოთლებიც აქვს და ნაყოფით შეიძლება კარგა ხანს ჰქონდეს, მაგრამ გარდაუვალად
განგმირულია, გარდაუვალად შემოსრვილია და სასიკვდილოდაა გარდაუვალად განწირული, დღეს თუ ხვალ, ამგვარადვე ბოროტებაც, რომელსაც ყოველგვარი ფესვი ქვეყნად არსებობისა, ყოველგვარი ძლიერებისა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახეობათა გამოგონების სათავე დაეშრიტა და მოესპო, იგი განგმირულია, მისი გული შემოსრვილია. გრიგოლ ნოსელი ასეთ მაგალითს იშველიებს, ისევ როგორც ქვეწარმავალი, როდესაც მას თავი გაეჭეჭყება და ის უკვე მკვდარია, თავისი კუდით კვლავაც ირხევა და უფრო ძლიერად ირხევა, ამგვარადვე ბოროტებაც, რომლის თავიც ასევე განგმირულია, განგაცებული ღვთისგან, თავისი კუდით კიდევ უფრო ძლიერად ირხევა, იმიტომ რომ ის აგონიაშია, მაგრამ ეს რხევა არის უკვე სასიკვდილოდ განგმირულის რხევა და ეს რხევა თანდათანობით უეჭველად დაცხრება. აი ასე განიმარტება ეკლესიის მამათაგან მაცხოვრის მოსვლის ისტორიული შამი, რომ სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა ბოროტების მომგონმა ძალამ გამოავლინა მთელი თავისი ბოროტებანი, ყოველი სახეობა ბოროტებისა გამოვლინდა, შეიმუსრა ეს თავი და დაშთენილია მხოლოდ კუდი, რომელიც უფრო ძალუმად ირხევა, მაგრამ გარდაუვალად დაცხრება და სასიკვდილოდ გაქვავდება. ახლა ჩვენ ეს რატომ გავიხსენეთ? გავიხსენეთ, იმიტომ რომ მაცხოვრის განკაცებისას კაცობრიობის ისტორიის ცოდვათა ჯაჭვი აურაცხელი ნასკვით იყო უკვე გამოვლენილი და მთავარი პირველ ნასკვის გახსნა, რომლის გარეშეც ადამიანი ტყვეობიდან ვერ გათავისუფლებოდა, შეუძლებელი იყო სხვა ნასკვთა ასევე გახსნისა და განგმირვის გარეშე. როგორც რომ წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ჯაჭვი და ანდა ჩვეულებრივი ნასკვების ასხმულა, ყოველი ზემორე ნასკვი ისე ვერ გაიხსნება თუ მასზე თლად ბოლო არ გავხსენით ჯერ, შემდგომ იმის მომდევნო უფრო ზევით, კიდევ უფრო იმის მომდევნო და ასე ვიდრე იმ პირველ ნასკვამდე არავალთ, რომლის გახსნითაც მთელი ხვეულა და მთელი ასხმულა უკვე გაშლილია. მაცხოვარმაც წმინდა ირინეოსის განმარტებით უკუწრებრუნვით თავისი განკაცების ჟამს თავის თავში შემოკრიბა რა მთელი კაცობრიობა, ყველა ცოდვის მიერი ნასკვის გახსნით ის დასაბამიერი ნასკვის შეხმუსრა და ადამიანთა მოდგმა გაათავისუფლა ბოროტებისა და წყევლის ტყვეობისგან. ეს გათავისუფლება გულისხმობს იმას, რომ მაცხოვრის განკაცებით დადგა ჟამი ცხონებისა. ანუ თუ მაცხოვრის განკაცებამდე კაცობრიობის ისტორიაში ცოდვით დაცემის შემდეგ იყო საყოველთაოობა წარწმედისა, ჩვენ სამწუხაროდ უფრო მარტივ სიტყვას ვერ მოუხმობთ, იმიტომ რომ ეს ერთადერთი სიტყვა რაც ამ მოძღვრებას გადმოსცემს. ესე იგი, როდესაც ადამი დაეცა და მისგან დაიწყო კაცობრიობამ ისტორია, ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე ამ ქვეყნად და კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა ეპოქა, რაც იყო საყოველთაოობა წარწმედისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს რაც არ უნდა კეთილი ღვაწლი აღესრულებინა, რაც არ უნდა სათნოებითი მოღვაწეობა, მარადიული თანამგზავრი გამხდარიყო მისი ცხოვრებისა, რაც არ უნდა მარხვა ლოცვა გამოევლინა და სათნოების მწვერვალზეც რომ ასულიყო, ის მაინც წარწმედაში მიდიოდა, ის მაინც ჯოჯოხეთში იმკვიდრებდა ადგილს, იმიტომ რომ კარიბჭე ცხონებისა ჯერ გახსნილი არ იყო. მაგრამ როდესაც მაცხოვარმა გახსნა კარიბჭე ცხონებისა, ამის შემდგომ მყარდება ეპოქა, რომელსაც ეწოდება საყოველთაოობა ცხონებისა. ცხონების საყოველთაოობა ჩვენ მოგიტანა სწორედ მაცხოვარმა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნულად ყველა ადამიანი მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, უნდათ თუ არ უნდათ მათ, ყველამნი ცხონებულნი არიან, ეს ამას არ ნიშნავს და თუ რატომ არ ნიშნავს მოგვიანებით ვიტყვით, საყოველთაოობა ცხონებისა ნიშნავს იმას, რომ კაცობრივი ბუნებისთვის ცხონების გზა და კარიბჭე გახსნილია. და ამიტომ ამ ბუნების მქონე ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს, რომ ხსენებულ კარიბჭეში შევიდეს, თუ კი ინებებს და იღვაწებს ამისთვის. აი ესაა საყოველთაოობა ცხონებისა, რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა ცხონდეს. თუ კი მაცხოვრის მოსვლამდე არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა ცხონებისა, განურჩევლად იმისა ის სათნო იყო, უსათნო ეს თუ უბოროტესი, მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ხორცში მყოფ ყველა ადამიანს უბოროტესიც რომ იყოს ის, კვლავ და კვლავ აქვს შესაძლებლობა ვიდრე აღსრულებამდე, ვიდრე ამ ქვეყნიდან წასვლამდე შესაძლებლობა ცხონებისა. ხოლო ის თუ რატომ არ მოხდა ღვთისგანკაცებით ყველა ჩვენთაგანის მყისიერი ცხონება, პიროვნულად ყველა ჩვენ რატომ არ ვართ მაინც გამოხსნილნი და რატომ გვჭირდება ამისთვის არჩევა და სხვა, ეს უკავშირდება უდიდეს და უმნიშვნელოვანეს საკითხს, საღვთისმეტყველო საკითხს, საკუთრივ ადამიანის
შექმნასთან დაკავშირებით. ადამიანი შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა, ხოლო ხატება უპირველესად გულისხმობს თავისუფალ არჩევანს ადამიანისას საკუთარი აზროვნების კვალობაზე, მოაზროვნეობის თვისება და თავისუფალება, რაზე ჩვენ უკვე აღვნიშნავთ, აბსოლუტურად ერთი და იგივეა, აი ეს გახლავთ და ეს ქმნის ადამიანის ხატებას ღვთისადმი ყველაზე აღმატებული საბოძვარი, რაც კი ადამიანმა ღვთისგან მიიღო. ესაა ღვთისადმი მადლით ადამიანის მიმსგავსება და ადამიანისაც კი ღმერთად წოდება პირობითად, იმდენად საღვთო ეს თვისა. ესაა ადამიანის ჭეშმარიტად განმაღვთობელი თვისება. ამიტომ თუ ოდესმე უფალი ამ თვისებას შეხმუსრავს ადამიანში, ანუ მის თავისუფალ ნებას, რაიმეთი შეზღუდავს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ მასზე, ადამიანზეა დამოკიდებული და რაც ადამიანმა უნდა ერჩიოს, თუ საკუთარ არჩევანში ადამიანი აღარ იქნება თავისუფალი, შესაბამისად ის უკვე აღარ იქნება ხატი და მსგავსება ღვთისა და არ იქნება საკუთრივ ის ქმნილება, რასაც ადამიანი ეწოდება. ადამიანი ეწოდება იმ ქმნილებას, რომელიც შეიქმნა უფლის ხატად და მსგავსად. ესა არსებითი ადამიანის პიროვნების საფუძველდამდები თვისება და თუ საფუძველი შეიმუსრება, ადამიანიც როგორც ქმნილება გაუკუღმართდება. ხოლო ასეთი ადამიანის არც ცხონება და არც სათნოების მწვერვალზე ყოფნა უკვე არანაირი მნიშვნელობის არაა. უფრო მეტი შეგვიძლია ვთქვათ, თავისუფალი ნების არ მქონე და მოაზროვნეობის არ მქონე ადამიანის ცხონება აბსოლუტურად იგივეა, რაც ამავე ადამიანის წარწმენა. უკეთ რომ ვთქვათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ცხონებულია თუ წარწმენილია. იმიტომ რომ ეს მისი არჩევანი არაა, მისი დამსახურება არაა და ამის განცდა უკვე მას არ შეუძლია. ამიტომ ეკლესია ურყევად ასწავლის, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსველის ერთ-ერთ შრომაში გიორგი მთაწმინდელის თარგმანით, იძულებით ქმნილსა არაოდეს ვიტყვით სათნოებად. სათნოება მხოლოდ ისა, რასაც პიროვნულად აღირჩევს ადამიანი, ესაა ადამიანის გადამრჩენელი, მისთვის მარადიული ცხოვრების დამამკვიდრებელი და ამიტომაა რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თავისუფალნებისა და აზროვნების არ მქონე ქმნილებებზე, როგორც მარადიულ არსებებზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცხოველებზე და მცენარეებზე, როგორც სასუფეველში აღდგენილებზე და იქ მარადიული ცხოვრებით დამტკბარ ქმნილებებზე. წარწმდება ისმის თავისუფალნების წარწმდება, აქაც კი თუ უფალს სურს რომ ჩვენი თავისუფალნება შეზღუდოს, უმალ მაშინ შეზღუდავდა, როცა წარწმენის საკითხი დგება, როგორც გულმოწყალე, მაშინ შემოსრავდა. მაგრამ ეს უკვე გამოიწვევდა იმას, რომ საკუთრივ ადამიანური ბუნების ყველაზე არსებითი თვისება შემოსრულიყო, შეუძლებელია რომ ერთი და იმავე ბუნების მქონე ერთ პიროვნებას, რომელიც წარწმენისკენ მიდის, შეუმუსრო არსებითი თვისება, ხოლო სხვებში დატოვე ეს თვისება, რადგან ეს ბუნებითი თვისება და თუ ბუნებითი თვისება ერთში შეიმუსრება, ერთ ადამიანში, უკლებლი ყველა ადამიანში იგივე თვისება უკვე შემოსრულია. ამიტომ არჩევანი ადამიანის წინაშია და არჩევანის უფლება ესაა ყველაზე უფრო საღვთო თვისება მასში და არასოდეს ეს ღვთისგან კვლავ აღნიშნავთ არ იზღუდება იმ შემთხვევაში და იმ საკითხებში, რაც უშუალოდ ადამიანზეა დამოკიდებული. საკუთარი ცხონება, რა თქმა უნდა, ადამიანზეა დამოკიდებული, ამიტომ თუმცა უფალმა გახსნა კარიბჭე ცხონებისა და ეს ვლინდება იმით, რომ ყველა ჩვენთანგანს გვაქვს ცხონების შესაძლებლობა უკვე, მაგრამ ამავე დროს არანაირად არ იზღუდება ჩვენი პიროვნული ნება, ჩვენი პიროვნული არჩევანის უფლება, თუ კი ავირჩევთ და ვიღვაწებთ ცხონდებით, თუ არ ავირჩევთ და არ შევალთ იმ კარიბჭეში, რა თქმა უნდა, არ ცხონდებით, მაგრამ შესაძლებლობა ცხონებისა ყველა ადამიანს ექნება უფლისგან და ესაა სწორედ საყოველთაობა ცხონებისა მაცხოვრის განკაცების შემდეგ. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.